ვალების გამო დატრიალებული ტრაგედია თბილისში ფინანსური კრიზისის გამო ორი შვილის მამამ თავი ჩამოიხრჯო. 44 წლის გიორგი ხოსროაშვილმა გასულ კვირას სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. მანამდე კი უკანასკნელი წერილი დატოვა. წერილში მამაკაცი ბანკს, საიდანაც $27,000 ოდენობის სესხი ჰქონდა აღებული, სთხოვს ვალი ჩამოაწერონ და მისი შვილები ღიაცის ქვეშ არ დატოვონ. ჩემს ოჯახს თანხის გადახდის ძალა არ შესწევს. აღარც ბიზნესი მაქვს, აღარც სახლკარი. თუ რამეს იშოვიან ჩემები პურის ფული მაინც გქონდეთ. ამას დიდი თხოვნით გწერთ და ბოდიში ასეთი ფურცლისთვის. წერია წერილში, რომელიც თვითმკვლელობამდე ხოსროაშვილმა ბანკს მისწერა. ტელეკომპანია პალიტრა ნიუსი ბანკს დაუკავშირდა და მათგან ოფიციალურ განცხადებას ელოდება. გარდაცვლილის ბიძაშვილმა ექსკლუზიური ინტერვიუ ინტერნეტ პორტალ პალიტრა TV-ს მისცა, სადაც ის ტრაგედიის დეტალებზე საუბრობს. Проценты დაემატა იქი ხანკერძო ხან მიკროსაფინანსოები, ნუ ეს ხო ბუდია სერიოზული ჭაობი მიკროსაფინანსოები. ეკონათ ეს თიც დაფარავდნენ მიკროსაფინანსო გამოიდოდა და შეექმნა სერიოზული პრობლემა. წერდა ბანკებს და მოვალეებს, რომ ოჯახი არ შემიწუხოთ, ძალიან გთხოვთ, ეს ყველაფერი პრობლემა ჩემია.